ხადა კამარი წამოიღო ბიჭო კამარი მოაგდო Yo. Oh, რაღაც სერიოზული მოიხოდება ხალხო აქ. Okay. Hey, yo! PvP Slam-ის მეორე ფინალისტი ლოლა. Opa! ესე იგი რა გამოდის Netflix-ა თავის წონაში საუკეთესოა Yo ერთი საინტერესო კითხვა. მზად ვართ? Hey yo! პირველი რაუნდი. Netflix. Rocks, you're too fucking crazy. დაწყებული არა რაუნდი უკვე W-ს იწევს ბიჭო Netflix-ა რა სიძახი ჩემი ხო დაბოქსაც ვეჩი ჯერ პირველ რიგში როგორ მოგვეწონა Netflix-ას რაუნდი მზად ვართ პირველი რაუნდი ლოლა აქ დაგერხაო კაროჩე Ramodраумებს ხოდავდა ჩემი არ არსებობს. Დავუღამეთ.
რავი, რა სიტყვით ხალხო? მე მგონი რომ პირველი Netflix-ამ გაწია, ხო? უეჭველი. ეს ჯერ შევხურდით. როგორ მოგწონს? ინტერ მაიამის ფორმა როაც ხო ეგ მეც ამომუღამე ბაზარია რა. სადვართ მეორე რაუნდისთვის? არა, აქ მეტი უნდა. ეი! გავხურდეთ space. არა სურპრიზი გვაქვს თქვენთვის რა. ნიკისლოუს ყველა ვიცნობთ? კაროჩე გროუ მიზრუნა ხალხო ჩვენ მონაწილეებზე რო იცოდეთ. ხოდა დავიწყეთ მეორე რაუნდი. Netflix. Disrespect is not win me არ და disrespect იმენა ეს 200 იყო წვეთში საღო არა კაჩაი ბიჭო მე გეტყვით Netflix-აზე ჩემ შეფასებას მაო თავიდან ბოლომდე რაც უყურებ კაროჩაი რა მომწონს ყველაზე მეტად Netflix-ს მეორე რაუნდი როგორ მოგვეწონა? იმენა საკაიფოთი იყო იმენა წვეთში ცეცხლი იყო დადრობა იმენა არდა ზუსტად ეგ გავიფიქრე ბიჭო ვინმე არ აივლეთოს ხო მოიცა თუ შემთხვევით ეგ იმაში იყო ვერ მოხდა კარგად კი გააკეთა ისე რომ შემთხვევით რომ ყოფილიყო ყოფდები მაინც ეგონებოდა რომ სპეციალურად იყო ჩასმული Hey yo! როგორ მოგვეწონა ლოლას მეორე რაუნდი? წავიდა, დავაი. გახურება იყო. მაშინ დავდრობოთ ფინალური რაუნდი. ეს შევქნათ ხმაური. Woo! Rastafari bro. მესამე რაუნდი იწყებს Netflix. My fucking god. Fucking god. Mad again. ახლიციებაში გავიწება ისო, ჩაიხედა ზარგები და შენი დავირი. ეს არის მისის შედარებით გულია, არც სოფლურია და არც ქალაქურია, მე არ ვარ ეს ოჩალვარი გები იუდა, ორაზე სიუთან საუბარი გიუნდა.
Oh, break the facility, video. Khadao, ekrewe mitsani imena. Erti sheyiqonos, მაგრამ windmill-ის დაიგაა რა. საღოლს მაუ, საღოლ. Ey, yo, ძალიან მაგარი იყო, ძალიან. ძალიან. მესამე რაუნდი. Oh my fucking god. Eating god mad again. ახლიციებაში გავიწდება ის, რომ ჩაიხედოს არგეზი და შენი და ვირის. ეს არ არის მიწის შედარების გულია, არც სოფლურია და არც ქალაქურია. მე არ ვარ ეს ახალ ვარ იქნები იუდა. საუბარი გიუნდა. Genshi mara shenshi giera chems Tveni goნება დღეში მიდი გაერiem გლებს შეფარისებელო შესოციუმი საკვებო შესადინებელო შენ თვითონ თუდოს უსამადინებელო შენ ახარცა გვარდა მთელი შენი ბორვა ხოდამ თუდი თუ ხარ მთელი შენი მოხმა მე და ერთი ორმა სანამ გაგვაბუა ბომა ჩვენი შეკარი ჯაჭვი ყველას ფინენდის ხომა ვაპედის ზერა და მიწერია რომ ულავასგენინო Breakdance სილეთებს ყველაზე ნაკლებად მომული ხოლმე მაინც ეს ადგილზე. Round, bicho. Hey yo, look at Joshua, babu. Kana babu Weber. Abeg. Короче, სანამ ჟიური რაღაცა სიტყვის ჩემი შეკითხვა, კიდე ჩემს თქმას მე გეტყვით რა. ხვაზე ხარ. PvP battle ისეთი რაღაც არის, სადაც დიდად ჩემას ზარანელი მნიშვნელობა არ აქვს, იმართლეს გაუმარჯოს, მაგრამ აქ, короче, ყველანი შევეცდები, რომ გადაუბი გითხრათ, რის თქმასაც ვთვლობ. ჩემი აზრით, რაც ყველაზე მეტად მომწონს მე, აი Netflix-ას ყველა battle, ცეკვის battle-ს რაც უყურე, ხო? აი, რატომაც მომწონს, короче, რა, აი შეხედე, წარმოიდგინე მოცეკვავი აიღე რა, გინდაც აი battle-ის დროს, PvP battle-ის დროს რო ადარებდი, ხო? აი ეგეთი გამოთქმა არსებობს, ხო გაგიგეთ, აი სუსტი რგოლი, როდესაც საქმე აი ჯაჭვს ეხება, ხო ხვდები რა, რაღაცა იმას სამკაულსა რაღაცას, ხო? აი Netflix-ას battle-ში ყველაზე მეტად რაც მომწონს, როცა გამოდის, სუსტი რგოლი არა აქვს, ხვდები? პირველი რაუნდის აი თითო რაუნდის სამ ნაწილად რო დაყო, ხო? ინტრო, შუა და გასასვლელი, ხო? ანუ აუტრო. ეგ არის სამ ნაწილად დაყოფილი ერთი რაუნდი, ხო, ეგრეა. აი Netflix-ას არც ერთ რაუნდს, ხო, ანუ პირველი, მეორე, მესამე, ანუ პირველ რაუნდში, პირველი, მეორე, მესამე, მეორე რაუნდში, პირველი, მეორე, მესამე რაუნდში, ხო, ანუ 9 ნაბიჯი აქვს ჩემთვის მთლიანად battles თითო მონაწილისგან. ანუ 3 რაუნდი თითო, ხო? კიდე 3 ნაწილად რო დაყო თითო რაუნდი. ანუ 9 ნაბიჯი ჯამში. არც ერთ ნაწილს, არც ერთ რაუნდში სუსტი რგოლი არა აქვს, ხვდები? ანუ კარგი მაგალითი რო გითხრათ, კარჯი, რაც მიყვარს Netflix-ას battle-ში, ტიპი როცა გამოდის მთლიან სეზონს დროპავს, ხვდები ეგრევე? და მთლიანი სეზონი არის მკვლელი, ანუ
სერიალში არც ერთ ეპიზოდს მინუსი არ აქვს. ყველა ეპიზოდი ნორმალურია ან იდეალური. ხო ხვდებით რასაც ვამბობ. მაგრამ ყველა სხვის ბეთლს როცა უყურებ, ცეკვის ბეთლზე მაქვს საუბარი, რა თქმა უნდა, არის ზოგიერთი რაუნდი კარგი, არის ზოგიერთი სერია კარგი, მაგრამ ზოგიერთი მოიკოჭლებს, ხვდები? რაც ცუდი არ არის, ნორმალურია. მაგრამ Netflix-ას რაუნდებში რაც მომწონს, იმდენად კარგად აქვს დალაგებული ენერგია, რომ ყველას რაუნდი ან ნორმალურია, ან კარგი, ხვდები? და ეგ ძალიან მომწონს, იმიტომ რომ სუსტ გოლს რო ვერ პოულობ, ხვდები Netflix-ას რაუნდებს. და ამ ჯაჭვს, კაროჩე, რო ჩაესწრე წევ, არ წყდება, არც ერთი გოლი სუსტი არ არის. მაგრამ მეორე მხარეს აი სხვების ცეკვის რაუნდებს უყურებ, ხო აი სადღაც ხედავ რომ აი იღუნება ან წყდება კაროჩე ეგ ჯაჭვი. და ეგ არ მომწონს კაროჩე რა და აი Netflix-ას ჩემი აზრით ყველაფერი აქ 10-დან 10 ძმაო. ან აი 10-დან ყველაზე მინიმუმ 8 ან 10-დან 9 უეჭველი. და მე ძალიან მევასება კაროჩე ეგ რა. ხოლო მეორე მხარეს ანუ სხვებს უყურებ ეგაა ცუდი, მაგრამ სადღაც სუსტ წერტილს მაინც პოულობ. სხვების ბეთლში. მაგრამ Netflix-ას იმენა სუსტი გოლი არა აქვს კაროჩე ძმაო. და ზუსტად მაგიტომ მივცემდი მე პირადად ამ პროექტის გამარჯვებულს პირველ სეზონში ჩემთვის პირადად. და ამას დავუმატებ დაჟე იმას, რომ ჩემი პირადი ფავორიტი Netflix არ არის. ამას ვამბობ ადამიანი, რომელიც ჩემი პირადი ფავორიტი იყო ლუკასა, კაროჩე, მთლიან ამ პროექტში, ამ სეზონში. Ey yo! დიდი მადლობა ორივე მონაწილეს. ერთი რაღაც მაინტერესებს, თქვენ როგორ მოგეწონათ? ძალიან მაგარი იყო Space! და Crews მაო ორივე უკანეს background კომანდა რა მაგარი იყო ჩემი ხო არ ხადაო ამბავზე ნამდვილი გმირები ეგენი იყვნენ მგონი ჯერ პირველ რიგში ყველას ვინც აქ არის თქვენი აზრით ვინ ნოლა ძალიან მაგრაც იყო სკვერი კოიცოდო განა მაგრად რო ძალიან მაგრად ჯიმა სახელი ვინ მოიგო Yo! ის როგორ აქვს შეხედე ბიჭო თმაზე? გადავიდეთ შეფასებაზე? არ ამგონია მოდი ნახო ჯიმა. პირველი ჟიურის წევრი. მე მოკლედ პირველ რიგში ამ ადამიანებისთვის თავისი კრუებით შევუქმნათ ხმაური როგორც ვიცით ხოლმე. მოკლედ პირდაპირ ვიტყვი რა რაუნდებით ჩაშლას ჩემი აზრით აზრი არ აქვს, იმიტომ რომ ორივეს რაუნდი ორივე არტისტის რაუნდები იყო სასტიკად ძლიერი. ძალიან ხშირად ამბობს ხოლმე ჩვენი ერთ-ერთი ჟურის წევრი, გოგიჩა რომ ისტორია ძალიან ბევრს ნიშნავს ცეკვის დროს და სულ აი ამ ბიტებზე ცეკვის დროს ვერ ხვდებოდით მოცეკვავები რას გულისხმობდნენ. მადლობა მინდა ვუთხრა ნიკისლოუს და ედის ძმა ხარ მადლობა ჯიმა რომ მოგვეცი იმის უფლება ერთმანეთს და მეორემაც რომ ეს ყველაფერი ამ ადამიანებს ეკნათ ისე მაგრა როგორც ქნეს. მოკლედ ახლა რა შეეხება შეფასებას ძალიან ძლიერი ფიშკები იყო რაღაცეები რაც ჩემი აზრით გამაზე იყო რაღაცეები რაც ჩემი აზრით ოდნავ არ იყო ისე ჩემი აზრით როგორც გქონდა დაგეგმილი ხასიათი შენ გაქვს ალბათ ვინმეს თუ 100%-ით აქვს ხასიათი შენ გაქვს პლუს 1000 ხასიათი ხო ლოლა იმენა და თავის იმაში ძის რა ხო ხდები აი თავის სტილში და ყველაფერში აი მინუს ვერ უპოვი მაგ თემაში ყოა სწორს ამბობს Netflix-ას რაც შეეხება მოკლედ ამ ბიჭის ცეკვა არის დეტალებში რა და აი ეს დეტალები ამბის რო შეუძლია, რავი, მე ყოველ ჯერზე მავოცებს მიუხედავად იმისა, მოგწონს მისი სტილი თუ არ მოგწონს, ეს ბიჭი ყოველთვის მავოცებს პირადად მე, იმიტომ რომ ზედმეტად, yes. Hey yo! ამ შემთხვევაში ვითვალისწინებ რა, კარგი არის რომ ორივე მოცეკვავე თავისი კრუებით გამოვიდა და გააკეთეს ის პერფორმანსი, რისთვისაც კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა ორივე კრუს. საო, ბაზარი არა, ვეთანხმები. ხარ ძალიან მაგრები ხარ, მინდა რომ იცოდეთ, აქ მნიშვნელოვანი ერთმანეთთან შეჯიბრი კი არა, აქ მნიშვნელოვანია ერთმანეთს გვერდში როგორ უდგანან ეს მოცეკვავეები რა. ამისთვის ეს პატივისცემა რო აქვს ერთმანეთის ძალიან ბევრს ნიშნავს რა.
პირველ რიგში უნდა იყოს სხვაზე ხარ. სანახაობა, გართობა და 3-2-1 ხო? ხო ხდები რა, პროექტი უნდა იყოს პირველ რიგში და მე ყველაფერს სხვა დანარჩენი. 2 1 Okay. მოდი მეორე ჟიურის წევრზე გადავიდეთ. და როგორც მიყვარს ხოლმე ქართული ჰიპ-ჰოპის OG ნინი გოგიშაიშვილი. მეტი ხმაური ჭირდება ამ ამბავს, მეტი. მოიცა ვინა ეგეთი ე? მადლობა. მონტანა გაეძრო? Okay. მე ხომ ხედავთ ხოლმე რომ ვდგები და დავარბივარ. იმის გარდა რომ ლაპარაკობდი იმაზე რომ ისტორია უნდა კონდეს ყველა რაუნდს რაღაც თავისი და შეკრული ჩემთვის ეგრე არის სუბიექტურად ასევე უნდა კონდეს განვითარება ფინალამდე ხო ანუ მაგასაც ვამბობ ხოლმე რომ განვითარება უნდა იყოს ორივეს კონდათ განვითარება როგორც ინდივიდუალური ისე ჯგუფების პერფორმანსიან ერთობიან ანუ ინდივიდუალიზმიან სკილები ვინა ეგეთი სკაირეს ახوارაძობა სპორტულ ცხოვრებას ყველა მხრიდან მაგრამ რომელი მირჩევნია No. მუსიკალურად მე ვფიქრობ რომ Netflix-ამ შეჭამა. იყო ბევრი ბითი იყო რაც უბრალოდ ძალიან მასიამოვნე. მადლობა. კარგი. ბევრი სკილი იყო, რაც ლოლიკასგან არ ველოდი და გააძრო დღეს. Yes. She was just, სხვადასხვა სტილი აქვს თან რა ძალიან და ძალიან რთულია რა, სხვადასხვა სტილში რომ ესე წინაც იგი. Sorry. დამითვლით. 3 2 1 ემოციებშია. რა გინდა კამარი დაიბრუნა ეს იგი and still არასებობს ხა გამეცნობა შემოდი წამომიოთ აი ყოიც იმაში რომ არ იყო მე UFC-ში and still შეინარჩუნა კამარი სანამ იტყვი ძალიან დიდი ბოდიში რა უნდა ვთქვა აუცილებლად მე პერსონალურად მინდა შენ მადლობა გითხრა იმისთვის რომ ჩვენს გვერდით ხარ მთელი სეზონი გამოვყევი yes ეხლა ისე მრცხვენია რომ ჩვენ ბიჭებმა ვერ მოვიფიქრეთ რომ ლამაზი ყვავილები გვეჩუკა შენთვის ძალიან დიდი მადლობა რომ ეს კულტურა ესე ახლოს მიიტანე შენს გულთან ძალიან დიდი მადლობა იმისთვის რომ გვერდში გვედექი ამდენი ხანი და ბიჭო ისე ძალიან კარგი არის კაროჩი ნახე ერთ რაღაცას ვიტყვი რა რასაც ანუ ჩემი იმითაც ვიტყვი ხო ხდები რაღაცას ვისაც არ ესმის მაგათვის ნახე როდესაც საქმე ცეკვას ეხება ხო ან როდესაც საქმე ჟიურის ეხება ძალიან მნიშვნელოვანი არის რომ ჟიურიში იყოს ძალიან ბევრი სახის ადამიანი მაგალითად პროფესიონალი იმ სფეროსი რა სფეროში ადამიანი უნდა განსაჯო ასევე საჭიროა რომ იყოს მაგ საქმის არაპროფესიონალი და ასევე საჭიროა იყოს სხვა იმით ვინც იცის ხო ხდები ეგ რა და ეს გოგო რავი თუ მე რამე არ მეშლება და როგორც გავიგე და რაც მივხვდი არის ბალეტის მოცეკვავე ხო ეგრეა თან ძალიან კარგი არ ვიცი ვინ არის მაგრამ ეგრე ვიცი ხო და ძალიან კარგია რომ ეგ არის რა იმიტომ რომ საერთოდ ანუ ხო ხდები აი ყველა ცეკვის სხვადასხვა სტილის ცეკვის ჟიური რო არის ეგ ძალიან კარგია ეს გოგო გავიგე რომ ჰიპ-ჰოპში არის ხო ძალიან მაგარი და ეს გოგოც რო ანუ ბალეტის მოცეკვავეა ეგ ძალიან გამიხარდა და თავიდანვე ავღიშინ რა იმიტომ რომ ყველა ცეკვის სხვადასხვა სტილის ჟიური რო იყოს კაროჩე ეგ ძალიან კარგი იყო ჩემს და აი კიდე იცი რა მინდოდა მე ნახა ძალიან მაგრამ ძალიან გული დამწყდა რომ ეგ ეგრე არ არის ისეთი ადამიანი ყოფილიყო ჟიურიში ვინც ცეკვაში ვერ ერკვევა იმიტომ რომ მაგის ეგეთი ადამიანის დანახული პერსპექტივი და ეგეთი ადამიანის დანახული თვალით დანახული ცეკვა და შეჯიბრი ხო მაგასაც ძალიან მაგარი მუღამი ექნებოდა რომ ნახო და გული დამწყდა რომ ეგ ეგრე არ არის მაგრამ არა უშავს მოიცარცამს მოვალეხავე მეგობრებო თქვენ წარმოდგენა არ გაქვთ ჩვენო როგორც ორგანიზაცია როგორი ამაყები ვართ რომ ეს ადამიანი ჩვენს გვერდშია რა კიდევ ერთხელ ინის ამადაშვილისთვის შევქმნათ ხმაური უბრალოდი ბიჭო მოიცა როგორი ამაყები ვართ რომ ეს ადამიანი ჩვენს გვერდშია აბარა ბიჭო ინის ამადაშვილისთვის შევქმნათ ხმაური უბრალოდი ბიჭო
Woo! აპარა! Hey yo! გამიკვირდა მე. მოგესალმებით, თქვენ ძალიან დიდი მადლობა, რომ მე გამაცანით ეს სამყარო, იმიტომ რომ იმის მიხედვით თავიდან უკვე ვთქვი, რომ ჩვენ თითქოს ერთ სფეროში ვართ, მაინც დიდი განსხვავებაა და მართლა ჩემთვის ახალი სამყარო იყო, რომელიც აღმოვაჩინე და ძალიან მიხარია მე თვითონ ის სხვანაირად შეგიძლია დაჟე, ამაში სხვანაირად. ეს პატარაა შედარებით. და ერთი სული მაქვს, როდის დადგება ეს მაგრამ იმას ეს არა, ხედავ? ფინალზეც თქვენთან ერთად ვარ. ამას ასე შეუძლია. ახლა რაც შეეხება მონაწილეებს, არ ვიცი, თავიდანვე რომ დაიწყო ისეთი ენერგიულები იყავით ორივე, რომ არ ვიცი, ჩემთვის ყველაზე დიდი მნიშვნელობა მაინც აი ამ ენერგიას და მუხტს აქვს და რომ დავკონკრეტდე ტექნიკურად უფრო უბრალოდ მიმაჩნია, რომ რაღაცეები ძალიან გამართული ქონდა, თუმცა შენი 1-2 ილეთი იყო ისეთი, რომ ძალიან მომეწონა მართლა, განსაკუთრებით ეს ისტორია, ნინიმ როგორც თქვა, ჩემზე ძალიან დიდ გავლენას ახდენს ხოლმე, მაგრამ მუსიკალურობა და ის ტექნიკური მხარეები ჩემთვის ძალიან მოსაწონი არის და შენარჩუნო გთხოვ. ჩემი ხმა 3-0-ზე ჩემი გაანადგურა ძმაო Netflix-ამ. 100%-იანი დომინირება. ნინო სამადაშვილის კიდევ საღო, რა გინდა კამარი? შეინაჩუნა, короче, კამარი რა ესე იგი. And პირველი still გამარჯვებულია Woo! Წრეჩი გაყინა ნუძე, ბაზარი არა. საღო Netflix-ს მაო. ეხლა პატარა გილოცავ რა. ჯერ არა. აი, მაშინ პინოსთვის შევქნათ ხმაური. Woo! რატო არა? ჯერ პირველი სეზონის ჩემპიონი მინდა დავასაჩუქრო ეს შენ ბრო რა თქმა უნდა დამსახურებული ქეში მაგრამ ჩვენი სპონსორი Subway მეორე ადგილსაც გადასცემს 1000 ლარიან ვაუჩერს ნებისმიერ ადგილას შეგიძლია გაიზმანო ნებისმიერ ადგილას შეგიძლია გაიზმანო Subway-ისთვის ხმაური საღო Subway-ს მაო წვეჩი უცნაურია რომ სენდვიჩებს გვიმზადებს Subway მაგრამ ეხლა ლოლიკას ჩააცმევს მაგრამ გონებ რომ ეგ უფრო მოეწონებოდა ლოლას და მაგიტომ ეხლა კიდე რაც ყველაზე მნიშვნელოვანია მინდა რომ ის თქვა ყველა ძალიან დიდი მადლობა ჟიურის წევრებს რა თქმა უნდა წვეჩი ბაზარი არა იმისთვის რომ აქ ხართ იმის დროს გვიყურებთ და პირადად მინდა მიულოცო პირველი სეზონის გამარჯვებულია Netflix Woo! Meti. Oh, this you crazy mother.